როგორი კარგი ამინდი დადგა. ზოგჯერ ამინდი რო არის ადამიანი არ მოდის ეკლესიაში რომ იქნებ რამე წაიმუშაოს, მაგრამ ცოტა მოატყუა ამინდმა. გუშინდელი ნაწვიმარი დასველებული ყველაფერი და მაინც ვერაფერს ვერ ვიზამო ალბათ. კარგით, ნებისმიერ ამინჩი უნდა იყო უფალთან, იმიტომ რომ მან თქვა რომ არის წმინდა დღე, რომელშიც შენი სხეული უნდა ისვენებდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება მისი გადატვირთვა. ამენ, ღმერთმა ყველაფერი გაიანგარიშა. გაკურთხებთ იესოს სახელით და მინდა მეგობრებო გავაგრძელო წინა კვირის თემა, იმიტომ რომ ჩვენ გახსოვთ ალბათ, ხო, ძალიან დიდი ორმო ამოვთხარეთ, გავთხარეთ საძირკვლის ჩაყრისთვის, ჩავყარეთ, სვეტები ჩამოვასხით და დღეს მინდა ვილაპარაკო იმაზე თუ რა უნდა მოხდეს შემდგომ. როცა მშენებლობას იწყებს ადამიანი, მან უნდა გათვალოს ყველაფერი, იმიტომ იესომ გვითხრა, რომ მერე სასაცილო არ გახდესო ეს ყველაფერი, რომ შუა გზაზე ვერ დაამთავრო და მიატოვო. ამიტომ როდესაც ადამიანი წყვეტს, რომ უნდა გაყვეს უფალს, მან უნდა გათვალოს ეს, იმიტომ რომ ეშმაკი არის სერიოზული გამქილიკებელი, დამცინავი, მასხრადამგდები. გესმით? არა მხოლოდ იმას გულისხმობს უფალი, რომ როდესაც ღმერთი გაგასუფთავებს, არ უნდა იყო ესე მოდუნებული, თორე უფრო უარეს პრობლემებში ჩავარდებიო, გვაფრთხილებს იესო ძვირფასებო. ამიტომ თუ გადაწყვეტე რომ გაყვე იესოს, უნდა იცოდე რომ უკან დასაბრუნებელი ყველა გზა უნდა გაანადგურო, ყველა ხიდი, რომელიც უკან დაგაბრუნებს, ან გაძლევს საშუალებას რომ მიიხედო, უნდა დაცვა და დაანგრიო. ამიტომ რომ ეშმაკი ეწინააღმდეგება შენს ხსნას, მას უნდა გაგიყოლოს მასთან ჯოჯოხეთში. და რადგან უფალმა ჩვენ 60 მოგვიზადა ძვირფასებო, თხილად და ფხიზლად ვიყოთ, რომ არ ავწდეთ ამ გზას. ამიტომ მონანიებას უნდა მოყვეს ძვირფასებო, მონანიების ღირსი ნაყოფი. პავლე მოციქული ამბობს წინა კვირას ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე, რომ მე თუ ისევ იმას ვაშენებ, რაც დავანგრიე, მაშინ დამნაშავე ვარო. ზოგი თარგმანი ამბობს კრიმინალი ვარო. ანუ ყველაზე სასტიკი და საშინელი დანაშაული არის ადამიანის ცხოვრებაში ის, როცა ის ანგრევს არასწორს და მერე ისევ აშენებს. იესო გვასწავლის, რომ როგორც ღორიო დაბანელი ისევ ტალახში მიდის, ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, იმას გავსო ადამიანი, ვინც ინანიებს და მაინც იგივე წრეზე ტრიალებს. აი რატო ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე ებრაელი ერი 40 წლის განმავლობაში ერთი და იგივე გზაზე დაეხეტებოდა და უნდა შევწყვიტოთ ხეტიალი. გესმით? ამიტომ რომ დრო მიდის, დრო იცვლება, უფრო რთულდება, ჰალელუია, და სხვა გზა არ გრჩება და არჩევანი. როდესაც აცხამენ ფუნდამენტს, ეგრევე არ იწყებენ დაშენებას, ის უნდა გამოშრეს. გესმით? ჩასხმა ამ პროცესის დამდაბლება, ბინძური საქმის კეთება, მონანიებაა, მაგრამ ღირსი ნაყოფის გამოღება მონანიების ეს არის უკვე ის მზად არის, რომ დაიწყო დაშენება. ამენ? ამიტომ დღეს მინდა ჩვენს ესე ვთქვათ, ამ ქადაგებას ესეთი სახელწოდებით წაუძღვეთ, ვილაპარაკოთ მასზე, რომ გახდი სულიერი ქვა. ხორცი მიწასთან კავშირისთვის შექმნა ღმერთმა, ჩვენი ხორცი ძვირფასებო. იმიტომ რომ სული ამ ხორცის გარეშე იფრენდა. ვერ გაჩერდებოდა ერთ ადგილზე. გინახიათ ხო კოსმოსში, რომ გაჩერდეს ადამიანი რაღაცას უნდა ჩაეჭიდოს, რაღაცამ უნდა დაამაგროს, რაღაცაზე უნდა დამაგრდეს. ესეთია ჩვენი სული, ის მიწასთან კავშირისთვის და მიწისგან შექმნა ღმერთმა. ხოლო სული ზეცასთან კავშირისთვის არის შექმნილი და ის არის ღმერთისგან. ამენ? ამიტომ უფალმა ჩვენ გვიწოდა სულიერი ქვა. და ამას განვიხილავთ, თუ რატომ უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ დავშენდეთ იესოზე, საძირკველზე. ქვა დაშენებული, დადგმული მიწაზე დაიგრევა.
ეს ვიცით. სული დაშენებული ხორცზე დაიღუპება. გესმით, როგორც ქვა დაშენებული მიწაზე. არ დაეყრდნო მიწიერს, დროებით ხორციელს. ის მოგატყუებს, გაცდუნებს. გესმით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკენკი აქვს ეშმაკს. მახე არ არის მთავარი. საკენკია მახეში მთავარი, რომლითაც იჭერს ადამიანი, თქვათ, ვინც უნდა. მახე არ არის ეს წუთისოფელი. საკენკია ამ წუთისოფელში. ყველაზე მთავარი, რომელიც იტაცებს, ითრევს ადამიანს და იცის ეშმაკმა ყველა ჩვენთაგანის გემოვნება და შესაბამის საკენკს გვიგდებს. ამიტომ თხილად უნდა ვიყოთ. არ დაეყრდნო იმას, რაც დაგღუპავს და რა არის ეს? ეს არის მეობა, მე ეს ვარ, მე ვიცი, ცოდნა, მე მაქვს მატერიალური რაღაც კუთხით, ცოტა წინსვლა, ფული, შემოსავალი, ძალა, მე შემიძლია გავლენა და ასე შემდეგ. ნახეთ, ღმერთი ლაპარაკობს სულიერ ცოცხალ ქვაზე ძვირფასებო. არსად არ წერია და არ გვეუბნება ღმერთი რომ უნდა ვიყოთ სულიერი და ცოცხალი აგური. გესმით? და მე მინდა ახლა თქვენ კარგად დაემახსოვროთ განსხვავება მათ შორის. მოდით ნახოთ აგური ძვირფასებო. იცით ყველამ, ხო? აგური არის ადამიანის ქმნილება. ადამიანმა შექმნა, ყალიფში ჩამოასხა. ის ერთნაირია, სტანდარტულია, ამენ, და მსგავსია, ზომით, ფორმით, წონით და ასე შემდეგ. ყველა რელიგია, ეს არის აგური, რომელიც ადამიანის შექმნილია და მოგონილი, შეთხსული, ჩამოყალიბებული. და ყველა ამბობს, რომ მხოლოდ ჩემი გზა არის სწორი. ეს არის სწორი, ეს არის ჩემი ქვეყნის სწორი რელიგია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის შექმნილი ადამიანის მიერ. ამენ, თავისი ტრადიციებით და თავისი ზიზილპიპილოებით. აბსოლუტურად. მაგრამ ქვა, მოდით ნახოთ ქვა. არც ერთი არ არის ერთმანეთის მსგავსი. ყველა განსხვავებულია. ორიგინალური, განუმეორებელი. ამენ? იმიტომ რომ ის არის ღმერთის შექმნილი. ებულობთ. რელიგია ქმნის ერთნაირს, ერთნაირად უნდა აზროვნებდეს ყველა, ერთნაირად იქცეოდეს, ერთნაირად გააკეთოს რაღაცეები. მაგრამ ღმერთი განსხვავებულს ქმნის. თუ ჩემი არ გჯერათ, შეხედეთ ერთმანეთს. არავინ არის ვინ ჩემ გავს. ყველა სხვანაირია. ყველა უნიკალური და ყველა განუმეორებელი. ამენ? ოთხას შეზგვერდით ვინც არის შენ განუმეორებელი ხარ. მაგრამ არ გააპარტავანდეთ ყოველხარი. ქვა არაიდენტურია, იმიტომ რომ ღმერთის შექმნილია. ამენ? ყველაზე მსგავსი ტყუპებიც კი, ვინც ოდესმე არსებობდა ან არსებობს დედამიწაზე. ისინიც არიან განსხვავებული ერთმანეთისაგან, ვიფასებო. იმიტომ ღმერთის შექმნილია. ამიტომ გავიგეთ და ვიმახსოვრებთ განსხვავებას ქვასა და აგურს შორის. ამიტომ არ უთქვამს ღმერთს, რომ იყავი სულიერი აგური, მათ თქვა იყავი ქვა. ამენ? შენ სხვანაირი ხარ. ესეთი შექმნა უფალმა და ესეთი სხვანაირი მას ჭირდება, რომ იქნეს გამოყენებული. რატომ გადარჩა კიდობანი ძვირფასებო? იმ სასწაულში, იმ ყიამეთში. იმიტომ რომ ის ღმერთმა შექმნა. ის ღმერთის გეგმა იყო. ის ღმერთის ნებით აშენდა. მაგრამ რატო დაინგრა გოდოლი ბაბილონში? ის ადამიანმა შექმნა. ადამიანური იყო, ხორციელი იყო, მიწიერი იყო. გესმით? ადამიანის სახელდიდებისთვის, მისი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე. ნახეთ, დაბადების 11-ის მესამე მუხლში არის უმნიშვნელოვანესი
მომენტი და მინდა ხაზი გაუსვათ. უთხრესო ერთმანეთს, რომ მოდი გავაკეთოთ აგური და გამოვწვათ ცეცხლში და ჰქონდათ ქვის ნაცვლად აგური, ხოლო კირის ნაცვლად ფისი. ნახეთ, ქვის ნაცვლად აგური ჰქონდათ და ამიტომ დაინგრა. იცი, თავისი ნებით გააკეთეს რაღაც. ნებისმიერი რამ, რასაც შენი ნებით აკეთებ, ინგრევა. გესმით თვითფასებო? რომ ქვით გაკეთებულიყო, მაშინ ღმერთი დაეხმარებოდა. ამიტომ რომ ქვით თუ გადაწყვეტდნენ გაკეთებას, მაშინ დაეკითხებოდა ღმერთს, რომ როგორ გავაკეთო. როგორც ნოე აგებდა კიდობას ღმერთის ნებით, დეტალურად, სანტიმეტრებში. ამენ? აბსოლუტურად. ამიტომ არასოდეს არ შეცვალო ღმერთის ნება შენი ნებით, ტრადიციის ნებით, ვიღაცის ნებით, ადამიანის ნებით, ხალხის ნებით, საზოგადოების, რა სიტყვის ხალხი. ესმეთ? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ აშენებ მიწაზე, დროებითზე ღმერთს, მის ნებას, მის გეგმებს. ანუ შენებურად, თითქოს იმასთანაც ხარ და იმასთანაც. გახსოვთ ხო აბესალომი ძვირფასებო? მანაც აიშენა ქვისგან, ესე ვთქვათ, თავისი სახელდიდებისთვის სამახსოვრო. არავინ არ ყავს მემკვიდრეო და წაიშლებაო ჩემი სახელი. და არიან ესეთი ქრისტიანები, რომლებიც თავისით იშენებენ და ქმნიან რაღაცას. ვერ მიდიან ბოლომდე, არ ელოდებიან, სულ მოკლენი არიან, ვერ ითმენენ. გესმით? უნდათ რაღაც და ეცდებიან რომ დაეხმარონ ღმერთს. ქვა არის აუცილებელი და საჭირო. საერთოდ მთელი კაცობრიობისთვის ძვირფასებო და ვიცით ალბათ ყველამ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში ქვა. რა დიდი ადგილი უჭირავს მას და იმდენია ჩვენთან. ხო? და უფასოდ. იმიტომ ღმერთმა შექმნა ის. აი წყალში იყო გადაღებული ეს და აი საოცარ პალიტრას ქმნის ძვირფასებო ეს კენჭები, მით უმეტეს ძალიან წყანარი თუ არის წყალი. როგორ ბრწყინავს, ირეკლავს სიდიადეს. გესმით? ძალიან მიმზიდველია, შეგიძლია იდგე და უყურო და დატკბე ღმერთის ამ საოცრებით. ის ასევე არის დამღუპველიც და ზოგჯერ ზედმეტი. გესმით? ჩვენ ვიცით ყველამ, ხო? იმიტომ რომ ადამიანის ხორცი ჩვენ ვართ ცული, გვაქვს შვინვა და ვცხოვრობ ცხეულში. ერთგვარი სამებაა, ხო? ადამიანის ძვირფასნო. ადამიანის სხეულში ქვაც არის მის შემადგენლობაში. ამენ? მაგრამ ზედმეტი ძალიან ცუდია. მანამდე არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ აი კბილებზე თუ ქვები გაქვს არ არის კარგი. თირკმელში თუ ქვები გაქვს არ არის კარგი. კიდო ის გროვდება სარდის ბუშში და სხვადასხვა ორგანოებში. ეს ცუდია. ამენ? მაგრამ იმ რაოდენობით, რომელიც ღმერთმა შექმნა, არის აუცილებელი. გაგიგონიათ ხო კენჭის გავლა? ისია ნათქვამი თუნდაც გაიარა რა მის საქმეზე. კედლებზე აყავს ადამიანი, როდესაც ეს პროცესი ხდება. ჰალელუია. არის შვინვიერი ძვირფასებო. პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ვანგრევთ, იმიტომ ჩვენი იარაღი არ არის სიცხლის და ხორცის წინააღმდეგ. ამენ? ჩვენ ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, იმ სიმაგრეს უნდა ვებრძოლოთ, რომელიც გონებაში, ფიქრებში ჩააქვავა ეშმაკმა. თუ მიიღო ადამიანმა გადაწყვეტილება, ხო? რატო ვერ ცვლის? გაქვავებულია, ჩაბეტონებულია, მიუწვდომელი ციხე-სიმაგრეა. ესმეთ? და ჩვენ გონია ნეტა რა ხდება. და ის ლოცვებით უნდა დაამსხვრიო. ამენ? არის სულიერი გაქვავება. რატო გაგიქვავდათო გული, ესო ხშირად ლაპარაკობს. რას ნიშნავს ეს სულიერი სიბრმავეა, სულიერი სიყვარულია ძვირფასებო. ამენ? უფალი გვაფრთხილებს, რომ არ უნდა გავქვავდეთ, როცა ის გველაპარაკება, უნდა ვიყოთ
სწრაფად, როგორც ჯარისკაცი ღებულობს ბრძანებას და ვიდრე დამთავრებულია, მანამდე ამბობს დიახ და არის. ამენ. თუ შენ ფიქრს იწყებ, იცი, დღეს როგორ არის ქრისტიანთა ნაწილი, თუ მაწყობს კი, ნახოთ რა ვიცი რა, იყენებენ როცა მათ აწყობთ ბიბლიას. იმიტომ იესომ თქვა, არასოდეს არ თქვა, რომ ამას გავაკეთებ, იმას თქვი, თუ ვიქნები ცოცხალი და იქნება ღმერთის ნება, მათ თუ აწყობთ, ამას პასუხობენ. ამიტომ ფრთხილი უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. თვითონებო ცოდვა ღირს სიკვდილი. იცით ხო? ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ეხლა აღარ ჩამოვთვლი. ვიცით რა ფასი აქვს, თქვათ, სურსაც სამოვაგია, ხილია, ბოსტნეულია, თქვათ, რძის ნაწარმი, ხორცეული, თუ ასე და ასე შემდეგ. სამშენებლო მასალები, ვინც რაღაცას აკეთებს, ყველაფერი ვიცით. ცოდვა თავისი ფასით დადეს და არასოდეს არ შეცვლილა. მისი ფასი არის სიკვდილი. და როდესაც ადრე ადამიანი სწოდავდა, ქვებით ქოლავდნენ. ეხლა იცით რატომ არ გრძელდება ეს პროცესი? ღმერთმა მოგცა შანსი, რომ ჩვენვე მივატოვოთ ცოდვა, რომ უარესი იქნება ჩაქოლვაზე იქ, თუ ღმერთი გეტყვის, რომ არ გიცნობ. ვის ეტყვის ღმერთი არ გიცნობ? ცოდვილს კი არა, ვინც არ დადის მის კვალში და ეკლესიაში, ვინც არ მიყვება მას და არასრულებს სიტყვას, არამედ ვინც არის ეკლესიაში, ფარაში, მაგრამ მისი ჭკვით დადის. როცა უნდა, რაც უნდა, იმას აკეთებს. გესმით? მე კიდე ერთხელ, იცი, თითქოს ვამახვილებ ამ ბოლო დროს ამაზე ყურადღებას თქვენსას. ამიტომ ძალიან ღრმად მომწვდა გულში, გულზე მომხდა, რომ ადამიანი, რომელიც არ ეწყობა, ვერ ეწყობა ეკლესიას, ეს არის მსგავსი იმ ცხვრისა, რომელიც ფარას ვერ ეწყობა, იმიტომ რომ თუ ფარას ვერ ეწყობი, ესე იგი ცხვარი არ ახარ. თუ ფარას ვერ ეწყობი, არ ხარ ცხვარი. კიდე ერთხელ ვიტყვი. და ბევრჯერ ვიტყვი. თუ ფარას ვერ ეწყობი, არ ახარ ცხვარი. იმიტომ რომ ცხვარი ეწყობა ფარას. გესმეთ? და იესო მხოლოდ ცხვარს ეტყვის მომყევი მე და იყავი ჩემთან. დანარჩენს ეტყვის, არ გიცნობ, გამშორდი. და იცით ხო? ფარაში ვინ შეიძლება კიდე იყოს? რაზე საუბრობს უფალი? რომ იქ არიან თხები, ავიძაღლები, ვირები, ღორებზე საუბრობს უფალი, გველებზე საუბრობს. თუ იცი მთავარია ცხვარი იყო. რა მნიშვნელობა აქვს ამ დანარჩენისგან რომელი ხარ? იმიტომ რომ დანარჩენი ვერც ერთი ვერ ეწყობა ფარას. და იესო გამოყოფს ცხვარს და თხას. რომ ის თხაც იქვეა შეზრდილ და ამბობს, მე ამას გიკეთებდი, იმას გიკეთებდი, შენი სახელით ავატყოფებს კურნავდი, ვემსახურებოდი მორწმუნეებს, მე 1000-ს ვიხტიდი, ერთგული ვიყავი. ეს ამბობს, არ გიცნობ. მომყვებით? გადაწყვიტე, რომ შეეგუო ფარას. იმიტომ რომ მისი მთავარი წყემს იესო ქრისტეა. ჰალელუია, ეს მან დააწესა. დიდება უფალს. ის არ მაწყობს, ეს არ მაწყობს. ცხვარი არასოდეს არ ამბობს, რომ ის ბატკანი არ მომწონს. ის არ მომწონს. ამ განსხვავებებს მხოლოდ და მხოლოდ აქცენტს უსვამს. თხა და ყველა დანარჩენი. ჰალელუია. ამიტომ დაიმახსოვრეთ კარგად, არ ვიცი, ჩაწერეთ, დაბეჭდეთ. ჩაიბეჭდეთ თქვენში, რომ ფარას თუ ვერ ეგუები, არ ხარ ცხვარი. გინდა ცხვარი იყო. დაიწყე შეგუება. ჰალელუია. ბევრი გამოთქმა საერთოდ ქვაზე ძვირფასებოდა, ამ თემის მანძილზე შევეხები რამოდენიმეს. მაგალითად, ქვასაც აატირებსო. გაგიგონიათ ესეთი გამოთქმა, ესე იგი არის ძალიან სავალალო, ძალიან რთული მდგომარეობა, მძიმე. ადრე მახსოვს, როდესაც
აი ბებია ჩემი ხშირა მისგან მახსოვს თუ რაიმე ძალიან ცუდ ამბავს გაიგებდა იცით რას ამბობდა დედა ქვას და კლდეს ეყურებოდეს გაიგონიათ მეთქი რას ნიშნავს ეს ანუ რაღაც ძალიან ცუდი ამბავი გაიგო მიხვდით უფრო ამტანია ვერ ეზიდება ადამიანი იმ სიმძიმეს და ქვას შეუძლია სასაცილო იყო არის გამოსადეგი და გამოუსადეგარი ქვა გამოუსადეგარს რა შვებია ძვირფასებო 91 ცნობილი ფსალმუნი გახსოვთ ხო 91 ახალ თარგმანში ხელში აყვანილს გატანებენ რომ ფეხი არ წამოხრა ქვას გვერდზე დებენ რომ ვინმეს ფეხებში არ გაებლანდოს არ უნდა იყო ისეთი რომ ფეხებში ევლანდებოდე უსაქმური ვინ ევლანდება ადამიანს აი თითქოს რაღაცას რომ აკეთებს ქმნის იმიჯს რომ გამკეთებელია და არაფერს რო არ აკეთებს უფრო აშავებს და ამძიმებს საქმეს ნუ იქნები ესეთი ამენ იმიტომ გზა უნდა იყოს თავისუფალი ეკლესიასტეს ცნობილი ფრაზა მესამე თავში მეხუთე მუხლში რომ ყველაფრის დრო არის და არის დრო მათ შორის ქვების შეგროვების და ქვების გადაყრის გამოუსადეგარ ქვას ყრია აი რატო არ უნდა იყო გამოუსადეგარი გადაყრია გესმის როგორი სტატუსიც არ უნდა მიანიჭოს ეს თავს თუ გამოუსადეგარი ხარ იმისთვის რისთვისაც შექმნა უფალმა გადაყრია მაგრამ თუ გახდები გამოსადეგი შეგროვებას დაგიწყებენ ამიტომ ჩაიხედე შენს გულში ჰალელუია ნუ იქნები ხელი შემშლელი ძვირფასებო ეშმაკის ინსტრუმენტებია ყველაფერს ხო აქვს და ყველას ინსტრუმენტი ეშმაკსაც აქვს მისი ინსტრუმენტია ცილის წამება ჭორიკნობა ზურგს უკან ლაპარაკი დადანაშაულება უპატიებლობა არ მიტევება განსჯა სხვისი იცნობთ ამ თვისებებს რაც იწვევს წყენას ნახეთ ესეთი ილუსტრაცია შეიძლება მანამდეც გაქვთ ნანახი წყენა ქვასავითა და ნუ აგროვებთ რომ დაეცები მისი სიმძიმის ქვეშ გესმით შეიძლება ჩვენ გვესროლონ ქვა შეეცადონ გვაწყენინო მაგრამ არ უნდა მოვაგროვოთ ან ავიცილოთ ან მე რა მოხდეს მიუტევოთ თორე დაგცემს ამენ და ნაწყენი იცი კედელს იშენებს დასაწყისში თქვი მგონი ხო მოდით ნახოთ იგავებში განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია და უთანხმოებანი ციხე-სიმაგრის უნდულებს გავს იკეტება კაცი გესმის და თვითონ ზიანდება სხვა არავინ არაფერ შუაში არ არის ნუ კი გაწყენინა მაგრამ ის ვინც გაწყენინა შენ გასწავლის ღმერთი როგორ გამოხვიდე იქედან იესომ ასევე გვითხრა რომ არ განიკითხოთო იმიტომ დადგება განკითხვის დრო ხო გინდა რომ იქ არ განგიკითხოს ღმერთმა თუ განიკითხავს სხვას შეიძლება სუფთა ცხოვრებით ცხოვრობ მაგრამ გამოიყენე ეშმაკის ინსტრუმენტი ამიტომ თავდაბლურად უნდა დაემორჩილო იესოს ეკლესიაში და მის გარეთ არ უნდა შეიყვარო წუთისოფელი გესმის ხშირად დაუსვი შენს თავს კითხვა რატომ მიყვარს წუთისოფელი ამიტომ წუთისოფლის სიყვარული არის მტრობა ღმერთის ვერ შეძლებ ისიც გიყვარდეს და ღმერთიც გიყვარდეს ძვირფასებო რამ გააქვავა ლოტის ცოლი წუთისოფლის სიყვარულმა ბიბლია გვეუბნება უკან მოიხედა დედა რა ჩემი მიმკტარი სახკარი
ჩემი ნაშრომი, ნაჯაფარი, სისხლი მაქვს ჩაქცეული. რაფერ უნდა დავტოვო? და მარილის ლოდათ იქცა გაქვავდა ქალი. ვიცით ხო, ბევრი ზღაპრები და მითოლოგიაშიც რომ გაქვავებულა ცხოველებიც, ადამიანებიც. გესმით? უკან არ უნდა იცქირებოდე. მე ხშირად ვამბობ, ვის უხარია რომ ერთი თვალი უკან არ აქვს. იხარია? ლამაზი სანახავი იქნებოდა ერთი თვალი უკან რო ქონოდა? იცი რატო არ გაქვს? უკან რო არ უყურო. წარსულს დაანებე თავი. ვერ შეცვლი მაინც. ამენ. მაგრამ სწორი დგომით მომავალ შეცვლი. ჰალელუია. გაქვავდა. იცი გუშინ იმან რა გამიკეთა? ეს როგორ გაბედე და როგორ მაკადრე ომარი. გესმის? აი გაპატიე აკაკი, მაგრამ ვერ ვივიწყე. რატო იცი? უკან გაქვს თვალი. ამოითხარე. ამენ. ბევრი ქრისტიანია დღეს გაქვავებული. რატო? იქეთაც უნდა და აქეთაც უნდა ყოფნა. ამენ. 1-2 საათი ეკლესიაში არის, ესე ჰალელუია სიძახის, რომ შეხედავით რომ დედა რა კაი მორწმუნეა და რა კარგი ეკლესია აქვს. ხო იცით ესეთი გამოთქვა როა ბავშვებზე, რა კარგი შვილები გყავსო. ამიტომ 2 საათით ნახა რომ წყნარი არიან, ელოდებიან როდის წავა სტუმარი რომ დაფურთონ სუფრა. კარგები არიან ისინი რომ ზინავთო მაშინ. კვილებით მიბრუნებული რო არ კედლისკენ. გაიგონიათ? არ შეიძლება აქ იყო ესეთი ჰალელუია და კარგი მორწმუნე და იქ საშინელება და ინსტრუმენტი ეშმაკის ხელში. გესმით? ამით რომ ეშმაკი დაინტერესებულია რომ ცოდვა ჩაგადენინოს. ძალიან ბევრი ისეთი ბრძენია და სუპერსულიერი რომ ეკლესიაშიც ახერხებს ცოდვის ჩადენას. მაგრამ არიან ისეთები რომლებიც აქ ცოტა ისე არიან ყურმოჭრილი მონასავით, მაგრამ იქ თქვი ამიტომ თხილად უნდა ვიყოთ. ამენ. საზრუნავების, გულისთქმების, პრობლემების სიმძიმემ არ გაუშვა უფალთან ის. დამძიმებულია ამ ქვებით. ჰალელუია. მოდით შემდეგი ილუსტრაცია ვნახოთ. იესო ქრისტე დამждარი და ქვიშაზე რაღაცას წერს. იცით რა ისტორია ძვირფასები? მოუყვანეს ცოდვილი დედაკაცი. ცოდვაზე უდარაჯებდნენ თუ რა შვებოდნენ იმდენი კაცი იმ ერთ ქალს. ცოდვაზე დევიჭირეთო. სხვის ოჯახში რო იჭრიტიები, სხვის საძინებელში ეს სიწმინდეა? დავიჭირეთო წავასწარით ცოდვაზე. და კანონი გვეუბნება რომ ესეთი უნდა ჩაიქროს ქვებით. ნახეთ, რა საოცარი სცენა, ძალიან მიყვარს ეს ისტორია. ამ ქალმა იცოდა რომ თუ დადგინდებოდა, უნდა ჩაქოლილიყო. გესმით? და იესომ ერთი სიტყვა თქვა. ვინც ყველაზე უცოდველია, იმან დაიწყო სროლა. გესმის? ეს არ ნიშნავდა იმას რომ რაღაც გაამართლა ის ქალი. უბრალოდ დიახ, შანსი მისცა და ნელ-ნელა სინდისხილებულნიო გაიკრიფენ იქიდან, ყველამ დაყარა ეს ქვები. და ეს ქალი იცი რას უყურებდა? ნახე, იმან დააგდო, ესე იგი ის აღარ მესვრის. იმან დააგდო, იმან. და რას ეძებდა იცი? ვინც დააგდო კი არა, ვინც არ დააგდო იმას, იმიტომ იმას ქონდა უფლება, რომ ჩაექოლა, იმიტომ შესწოდა. და იესო არ ესროლა. შეეძლო იესოს ესროლა. იმიტომ რომ მართლა შესწოდა, რა თუნდა იმათი მიყვანა იესომ, იცი შენ რას აკეთებ?
გესმის? და არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ცოდვას ჩადიხარ. ჯოჯოხეთში არ აქვს მნიშვნელობა რის გამო მოხდები. არ უნდა მოხდე. კაცი მოკალი იმრუშე თუ უბრალოდ მოიტყვე ან მოიპარე. რა მნიშვნელობა ჯოჯოხეთი არის ჯოჯოხეთი. თავარია ეს არ გავაკეთო. ამას რა უჭირს? და იმ კვლელთან თუ კვლელი არ ახარ და გეზიზღება, იქნები შენ სულ პატარა ცოდვის გამო. და იესო მუთხრა აღარ შესწოდო, წადი, გიშვებ. მერვე თავშია ეს იოანეს. ვინც უცოდველია პირველმა ესროლოს მას. და ეს ქვა იმდენად აქვს მომარჯვებული დღეს ქრისტიანებს ვიფასებო ერთმანეთის დასამცირებლად კრიტიკით ესეთი სულია კრიტიკის დემონური სული არიან ადამიანები რომლებიც მუდმივად ვიღაცას აკრიტიკებენ იცი რატომ არ შეუძლიათ რომ არ გააკეთონ რატომ ეშმაკის სულით არიან შეპყრობილი რომ აკრიტიკონ სწორია არა სწორი დაინახა არ დაუნახავს, გაიგონა არ გაუგონი, არ აქვს შეიძლება უნდა აკრიტიკოს. გესმის? ამიტომ უნდა დაფიქრდე თუ ვის უმიზნებ. იგავი 26-27. ორმოს გამხრელი თვითონვე ჩავარდება შიგ და ქვა მისვე დამგორებელს გაჭრեց. როდესაც ორმოს თხრი, აუცილებლად შეხვდება ქვა. ეგრეა? ვინც ქვას ესვრის სხვას, მასვე გასრეს. გესმით? გადააგდე ეს ქვა. შენი ხორცი ჩაქოლე. სხვას დაანებე თავი. სულხან საბას აქვს ნათქვამი. ბავშვობიდან მახსოვს, დასაწყისში ვერ ვხვდებოდი მის მნიშვნელობას, მაგრამ მომეწონა. უფრო ესეთის მიზიდავდა და ასეთებში ვიყავდი, რაღაც კლასიკური, უბრალო სისულელებისთვის, რატომღაც არ ხარჯავდი დროს ადრე. რომ ქვაიო ნასროლი მდუმარისა და გულმართლის მიმართ. სროლეს დაუბრუნდება უსათუოდ. მეთქი რა მაგარია სულხან საბა. თურმე ბიბლია ქონია წაკითხული. გამსახურდიაზე, მხოლოდ ერთმან მოიხვეჭოსო ნიჭიდა. ბიბლია ცოტნია იმ გასკაცო. ამენ, ყველა პლაგიატია ღმერთის. პარავს ას. და მე ტიტულისთვის რომ ნახე გენიოსი იყო ვიღაც. ღმერთის გარეშე არავინ არ არის გენიოსი. ამენ. ნახეთ, როგორ ილუსტრაცია გვაქვს. საშინელება ის კი არ არის ბრმო რომ ქვევს გესვრის, არამედ ის ამ ბრბოში ნაცნობ სახეებს რომ ხედავ. გესმით? გუშინ კარგად იყო ყველაფერი, დღეს ცოტა ხვალე ქვა აქვს მომარჯვებული. მზად არის ჩაქოლოს. აი როგორია ადამიანი. ღმერთის გარეშე ადამიანი. მხოლოდ ღმერთს შეუძლია რომ მოთოკოს ეს პრინციპები ძვირფასებო. ჰალელუია. ამენ. უფალი არის დიდი კლდე. და ჩვენ მისგან ჩამოტეხილი პატარა კენჭები. გახსოვთ ხო იესო რომ უთხრა პეტრეს? შენ ხარ პეტრე კენჭს ნიშნავს ვიფასებო. და იმ კლდეზეო რომ ღმერთია ყველაფერი. ავაშენებო ჩემს ეკლესიას. ესაია 51. მომისმინეთ სიმართლის მიმდევარნო უფლის მაძიებელნო, შეხედეთ კლდეს, საიდანაც გამოიკვეთეთ. გინდა ამ კლდის ნაწილი და შემადგენელი კენჭი იყო? ბიბლია დიდი კლდე არის, ვიფასებოდ ეს მუხლების კენჭებია. რომელიც ჩვენ სასარგებლოდ უნდა იქნეს გამოყენებული და ზოგი ქრისტიანი იცით რას აკეთებს? აი ამ მუხლებით ხმალაობს. ამ მუხლებს ღებულობს და ამ კენჭებს ესვრის მორწმუნეებს. მოინანიე. პეტრე გაქვს თვალში. იესომ თქვა. გესმის? დამდაბდი. ნუ ესვრი მორწმუნეს ამ კენჭებს ბიბლიიდან. ამენ, სარკეში ნუ ხედავს ხვას, შენი თავი აღმოაჩინე.
შენს თავს ესროლე და შენი თავი გადაარჩინე. ამენ. არიან ისეთებიც, რომლებიც არასწორად ინტერპრეტირებენ ბიბლიას, როგორც აწყობთ ისე, შეწყვიტე. ის ერთიანი მთლიანია ძვირფასებო, შემადგენელი. არ შეიძლება რაღაც ნაწილები, რაც მოგწონს, ის იყოს შენთვის საყვარელი და რაც არა, ის რო ამოხიო, ესე ვთქვათ. ამენ. მთლიანი სიტყვა არის შენ შესაძლებლად. ესეთი ხალხი იცით ვის გავს, რომ უნდა რომ არასწორი მლოცველები ქვა გადააქციონ პურად. ამიტომ უთხრა ეშმაკვა. თუ ღმერთის ძე ხარ, მოდი გადაუთხარი და იქნებ სასწაული მოხდება. გახსოვთ ლოცვაზე წლების წინ, როცა პირველად მქონდა კოლეჯი, მაშინ მოვიყვანე ეს მაგალითი. არასწორი ლოცვა რას ნიშნავს? მისიონერს ლომი რომ მისდევს და რომ ხედავს რომ ვეღარ ასწრებს, ლოცვა დაიწყო, ღმერთო, მიეცი ამ ლომს ქრისტიანის გულიო. დაეჭირა ლომმა, ერთი თათი დაადო, მეორე აწია და უთხრა, ღმერთო, აკურთხე საჭმელი. აი ესეთი, ესე ვთქვათ, სუპერსულიერი ლოცვები აქვს ძალიან ბევრს. მე დავინახე რომ ეს რამდენჯერ მალოცეს, იცით, იმაზე რაც ღმერთმა გითხრა კი. ჩემი ქრისტიანული ცხოვრების მანძილზე. ნუ კარგი თუ გინდა ვილოცებ, მაგრამ თუ ღმერთს არ უნდა, ეს არ მოხდება. ამენ. ღმერთმა მითხრა რომ მოდია ეს გავაკეთოთ. შეწყვიტე. ასე ილოცო, ღმერთო, შენი ნება იყოს და თუ არ ხარ დარწმუნებული, დაანებე ამას თავი. მიხედა შენს საქმეს, მიხედა შენს თავს. ჰალელუია. ჰალელუია. ამენ. ძალიან ბევრი ძვირფასებო ღმერთის სახელს ამაოდ ახსენებს. და ის რას ამბობს, იცი, მე წინააღმდეგი ვარ, აი წინააღმდეგი ქვა გავხდები, დაბრკოლების ლოდი გავხდები. თუ შენი ნებით, აწვევი რქებით რაღაცას. ღმერთი არის პირველი წინააღმდეგი შენი, არ გამოვა საქმე. ვერ გააკეთებ. ეს ბაბილონის გოდოლია და დაინგრევა. ამიტომ რაც უნდა დაინგრეს, იმას შეშვი დროზე. ამენ. მოინანიე. ნახეთ, როგორი ისა ადამიანი ჩაფიქრებულია, რა სჭირდება ამ საწყალს, რომ მოისროლოს ეს ქვები. იესომ რა თქვა, ჩემთან მოდით ყოველნო ტვირთმძიმენო. რით ხარ დამძიმებული, არ უნდა იყო ამით. აიღე ღმერთის ტვირთი და ღმერთი შენს ტვირთს აიღებს. მოინანიე. ამენ. იესომ იპოვა, ქორწილი გახსოვთ ხო? ქვის ჭურჭელი. და მაშინ ჩაასმევინა ღვინო. გახდი ჭურჭელი ღმერთისთვის, რომ სული წმინდით აივსო. რომელ გულში არ მიდის ღმერთის სული წმინდა? გაქვავებულში. ამიტომ ეზეკიელი გვეუბნება ძვირფასებო, რომ მე ამოგგლეჯო გაქვავებულ გულს და ხორციელს ჩავდებ და მასში ჩავდებ, ჩავასახლებ, ჩავღრი ჩემს სულს. ამიტომ დაშენდი ქრისტეზე. პირველი პეტრე 2:5. თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად. ცოცხალი ქვებივით, სულიერ წმენით. ამენ. მართლა ქვა კი არა ხარ, მაგრამ თუ იესო კლდეზეა შედარებული. არ ჯობია იყო მისგან ჩამოტეხილი კენჭი. ამიტომ აშენდი. ამენ. ვიფასებო. ქვა არ ეკუთვნის თავის თავს, არამედ კედელს. მოდით ნახოთ. ნუ შენებარე ობიექტია. თავის თავს აღარ ეკუთვნის არც ერთი ქვა. აი თქვენ ვერ დაინახავთ კედლებზე აგურს ვიფასებო. იმიტომ რომ როდესაც შენ უძღვნი თავს უფალს, უნდა საერთო გეგმაში შეხვიდე, ის იწმინდება, ცალკე კი არ ემაშვებიან ქვას. ეს ქვა ისე მომწონს, მინდა ჩემი სახლის კედელში იყოს, ამიტომ მოდი გავწვენთ. ბათქს წაუსვამ, გავშპაკლავ, შევღებავ და ერთი ცალი ვინმეს ესეთი ეგზემპლარი უდევს სახში. გავასწორებ, ჩამოვათლი რაღაცას. ვიფასებო, ქვა სწორდება კედელში. ქვას უსწორებენ დანარჩენ ქვას.
ალო. ამენ. ეკლესია ის ადგილი, სადაც უფალი გვასწორებს, რაღაც ზედმეტებს ტეხს, ჭრის, ავსებს სიცარიელეს, მერე ფარავს. მოდი არ დამფარო რა. გამოჩენილი მინდა ვიყო, რომ თქვა, რომ ნახე ეს არის ყველაზე მთავარი ქვა ამ კედელში. ყველა მთავარია. ამენ. მე რო სხვანაირი ვარ. მაშინ არ ხარ გამოსადეგი. ამენ, აუცილებლად დაიბშვნები და გატყდები. თუ ესეთი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე, ამიტომ უნდა დაშენდე. ამენ. აუცილებლად უნდა დაშენდე. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც უფალი გვკრებს, გვამზადებს, ამენ, გვაშენებს, მერე გვფარავს და ვასრულებთ ჩვენს მისიას. ჰალელუია. ამენ. არ შეიძლება რომ აქ 2 საათით იყო კედელში და როგორც კი დამთავრდება ღვთისმსახურება, გაიქცე და სხვა რაღაცები აკეთო. შენ იქ მუდმივი უნდა იყო. ამენ. ჰალელუია. იმიტომ რომ კედელი იცავს შენობას. იქეთ არ უშვებს სითბოს ზამთარში, ამენ, ზაფხულში სიგრილეს და იქედან არ უშვებს სიცივეს ზამთარში და ზაფხულში ამ სიცხეს. წვიმას არ უშვებს თოვლს და ასე შემდეგ. წრუწუნებს არ უშვებს. ამენ. მღრნელებს. მაგრამ თუ როგორ წერია, თუ მე 1000 იპარავ, მან შემოძრება. მე გავაჩერებ მღრნელს. ყველაფერს ხაზს უსვამს უფალი. ჰალელუია. ამიტომ გაუფრთხილდი შენს კედლებს და მოაწესრიგე. ეკლესიაში გაქვს შანსი გამოსწორდე და არა სახლში. ქვა კედელში სწორდება და არა სადღაც დაყრილი რო არის. მისთვის თავისუფლად. შეერთებული სხვებთან ერთად. ძვირფასებო, ზოგს გონია რომ შეუცვლელია. მაგრამ კედელში თუ დაინახავდნენ ქვაზე რაღაც ამ წარმონაქმს, წყლულის სახით, ამ დეფექტს, იმას შანსს აძლევდნენ, მაგრამ თუ ისევ გაგრძელდებოდა, ცვლიდნენ, ნახეთ, რა კარგი მუხლი არის. აიღებენ სხვა ქვებს. თქვი შეუცვლელი არ ყოფილვარ. ჩადგამენ იმ ქვების ადგილზე, მოიტანებენ სხვა ბათქარს და გალესენ სახლს. თუ შენ გამოსადეგი არ ახარ, სხვას ნახავენ. ხო? გინახიათ სახლზე რამოდენიმე ხვრელი დარჩენილი? თუ დაიმსხვრა ქვა, სხვას ნაფხულობენ და იმით ავსებენ იმ ადგილს. ეს ისეთი ქვა იყო, ამის საპატივცემლოდ უნდა დავტოვო ჩემს კედელში დიდი ხვრელი. ხომ სასაცილოა? უფრო სასაცილოა თუ წარმოდგენა გაქვს, რომ შენ ხარ რაც ხარ. და შენს გარშე დაინგრევა ეკლესია. ბევრს უთქვამს, რომ დაინგრევაო ეკლესია. მე რომ არ ვიყო. მაგრამ იცით რატო არ ინგრევა ეკლესია? ქრისტეს სხეულია ეკლესია. ამენ. ამენ. ამიტომ პატივად ჩათვალე. თუ ღებულობენ, რომ იყო ამ ეკლესიის წევრი. ჰალელუია. რომ ანგარიშვალდებული მასთან იქნები. გინდა გარღვევა? გინდა გარღვევა? ცვლილება შენს ცხოვრებაში. გინდა გამარჯვებები? მაშინ უფალს მომზადებული ყავს შენთვის გოლიათები, რომ დაამარცხო. არ გინდა? დიახ. ამიტომ გოლიათის დამარცხების გარეშე გამარჯვება არ არის. ეს არის ილუზია, რომ შენ ხარ მაგარი და გაიმარჯვე. ძალიან მაგარი იყო დავითი. ღმერთმა უთხრა და მოუწოდა. მაგრამ სხვამ რომ დაინახოს მაგარი ხარ, გოლიათები უნდა დაამარცხო. ჰალელუია. და დავითმა როგორ დაამარცხა გოლიათი ძვირფასებო? ქვით. ამენ. რითი დაამარცხა დავითმა გოლიათი? ღმერთის სიტყვით. იმ ქვით, რომელიც ღმერთის სიტყვიდან ჩამოვარდნილი კენჭია. ამენ. რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლე და შენ არავინ არ ახარ მის წინაშე. რომ ის არის გამარჯვებული და არასოდეს არ დამარცხდება. ამენ. პირველი სამუელის მე-17 თავი. მოდით ნახოთ მე-40 და 59 მუხლები. ხელში აიღო თავისი კვერთხი
ნაკადულიდან რიყის 5 ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში, ჩანთაში. თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა. ამენ? და ესროლა ეს შურდული და ეს ქვა პირდაპირ შუბლში მოარტყა გოლიათს. ამენ? ძვირფასებო, რატო შუბლში? რატო არ მოარტყა თქვათ თეძოზე? ან რატო არ დაარტყა გულში? ფიქრებია. ამენ? გრძნობები კი არ მოუყლა გოლიათს. იგრძნოს ხორცმა რაც უნდა. ესმის გრძნობებს არ უსმენს უფალი და შენც არ უნდა უსმინო. ჩემს პატიოსნება კი არ ისაქრა, შეუბილწა. არასწორი ფიქრები რომ მე ვარ მაგარი. ამენ? როცა პრობლემა აქვს ვინმეს ესროლე ღმერთი ილოცე რომ დაიმსხვრას არასწორი წარმოდგენები. აბგაში ჩაყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა ანუ ჩანთაში. სწორცნა შურდულით და შუბლში მოარტყა ფილისტიმელს. ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა. ამ ქვამ ფილისტიმელის თავში ღრმა შთაბეჭდილება დატოვა. ამენ? მიყვარს ეს შედარება. კაიხანი არ მიხსენებია. ძვირფასებო, ნახეთ, მწყემსის ჩანთაში გინდა იყო? იქ მოისარა სიბნელეა, სიცხეა, თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, სინათლე არ არის, დახურულია. მე გამოჩენილი ვარ და მინდა ზემოთ ვიყო, რომ ვაკონტროლებდე ყველაფერს. და სადამდე უნდა ვიყო ამ ჩანთაში? ნახეთ, ეს ქვები წყალში ნახა დავითმა. წყალი, სულიწმინდა, რომელიც აპრიალებს, ასუფთავებს, წვენს, აძლიერებს, ლესავს. ამენ? იქ მოთავსებული. გინახიათ ქვა, რომელიც ნახევარი წყალშია და ნახევარი ზემოთ. ხავსი ედება მას. არიან ესეთი ხავსიანი ქრისტიანები. გინახია ხავსიანი ქრისტიანი. განსაკუთრებით ხავსი როდის ედება, იცი, როდესაც მხილებას ისმენს. წარბები, ყველაზე მთავარი ხავსი ადამიან ქრისტიანის სხეულზე არის წარბი. ის რა მდგომარეობაშია. ან ირონიულად რო იცინეს, მაგრამ მაინც შინაგანი ხავსი რო აქვს. ხება უფალს. ამენ. გინდა ეს ხავსი მოგშორდეს? ჩაყვინთე სულიწმინდაში. ზემოთ ხავსი მოგედება, წუთისოფელი ხავსს მოგდებს. ამენ. და იცი რისთვის გამზადებს? ნამდვილ ქრისტიანს იცით რისთვის ამზადებს სულიწმინდა? წყემსის ჩანთაში რო იყოს. რა არის წყემსის ჩანთაში ყოფნა? თავისუფალი არ ხარ. იცი რატო? თავისუფლება გღუპავს. თავისუფლება ხავსი იცის. და ყველა გაჭირვებული შენ მოგეკიდება ხავსი თუ გეცნობა. ამენ. მე რო გიკვირს რა გაჭირვებულებს რა უნდა ჩემთან? ხავსიანი ხარ. ესეთი სრიალა რო იქნები, სულიწმინდით გაწმენდილი, ვინმე აღარ მოვა შენთან. ამენ. ღებულობთ რამეს დღეს. დიდება ჩვენს ღმერთს. დიდება ჩვენს ღმერთს. ჰალელუია. პირველი სამუელი 7:12. აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო მიცვასა და ჰაშენს შორის და უწოდა მას ებენყეზერი, ქვა შეწევნისა. ებენეზერი ნიშნავს შეწევის დახმარების ქვას. და ნახეთით მე რა თქვა? ამ ადგილამდეო შეგვეწია უფალი ძვირფასებო, ბევრი გაჭირვება გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. მორწმუნეებმაც. გამოიარე გაჭირვება? დღეს აქ რო ხარ, იცი რატო? უფალი შეგეწია. იცი სადამდე შეგეწია? აი დღემდე მოგიყვანა. შენ კი არ მოდი. შენმა ძალამ, შენმა ცოდნამ, შენმა ფულმა, შენმა შესაძლებლობებმა კი არა. უფალმა მოგიყვანა დღემდე.
თუ დღემდე მოგიყვანა, გაგრძელებს გზას. ჰალელუია! გაგაგრძელებინებს გზას. დღემდე მოგიყვანა, კიდე მიგიყვანს და გააგრძელებს. ამენ. ამიტომ იცოდე, რომ შენ უნდა იყო დახმარების ქვა სხვისთვის. ამენ. ჩასაქოლე კი არა, დახმარების იყავი აბენეზერი. თუ მე მინდა ვიყო ებენეზერი. ზოგი თარგმანი ამბობს ებენყეზერი. ამენ. ამენ. ჰალელუია. ღმერთი დიდებულია ზვიფასებო. იცით, რა ადვილია და სხვასაც შეიძლება ურჩიოთ რომ აპატიე კაცო. როგორც იესო, რომელიც წერდა, იცით, დრო მისცა ამ წმინდანებს, რომ იქნება აპატიოთ ამ ქალს და მისცე ჩანსი, რომ უთხრათ, თუ აღარ გაიმეორებ. იცით, ადვილია რომ სხვას უთხრა აპატიე. ხო? ადვილია? ადვილია უთრო გააგდე ქვა, მაგრამ როცა შენ დგები ამ საკითხის წინაშე, აგდებ ქვას? ისევე ადვილად, როგორც სხვას ასწავლი? ფრთხილად უნდა ვიყოთ. თქვი, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ურთიერთობები ავაშეროთ, მინდა ვნახოთ ჩანგრეული ხიდის ვიფასებო. საინტერესო ილუსტრაცია. ნახეთ, თითო ქვა მიაქვს ყველას და უკვე აღდგება ურთიერთობა. აი რას ნიშნავს, რომ იყო დახმარების ქვა? ამენ. ტყუილად ესე არია, რომ ვიღაცას დახმარების ხელი გაუწია. უნდა იყო ისეთი, რომ ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ შენზე შეიძლება დაყრდნობა. ამენ. შენზე ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაყრდნობა. თვითონ ადამიანი რო კვდება ერთ ქვას, არ ვიცი, იყიდიან, ადრე სიცოცხლეში აგროვებდა ადამიანი თავისი დასაფლავების ქვას და ესეც არ უნდა გააკეთო, იმიტომ შეიძლება მოისწრაფო სიცოცხლე, ადრე წახვიდე. კლად ესეც არ გააკეთო, რომ რაღაც ტვირთი დაუტოვო შვილებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახე ბალანსი. ერთი ქვა იქნება მარტო, სადაც შენი გაცინებული სახე იქნება, თუ იცინი სურათში, იმიტომ ძალიან ბევრი სურათში არ იცინის, სერიოზულია, ხავსიანია. დაათვალიერე შენი ყველა სურათი. ხავსიანები დახიე და გაღიმებული სურათები დატოვე. ამენ. ნუ ახლა ტექნიკით დაგაკრეჭინებენ კპილებს, მაგრამ რა კარგი დრო გვაქვს დღეს უფალთ. ამენ. ამენ. ერთი ქვა დარჩება, სადაც დაეწერება, რო ის გაჩნდი, არ ვიცი რამდენჯერ წეულიდი ამ გაჩენის დღეს შენ ცხოვრებაში. და მეორე თარიღი, რომელსაც შენ ვერ მეესწრები. ამენ, ეს ქვა რჩება მარტო. ამიტომ რა არის შენი ცხოვრება? უფლის გარეშე თუ დაამთავრებ. მაგრამ იცით გამოცხადებაში რა წერია? თეთრი ქვა იქნება, სადაც ახალი სახელი დაიწერება შენი. ამენ, გინდა? აქ რაფერი ქვა გექნება, მარმარივო, ოქრო, არ აქვს მნიშვნელობა. თორე იმ პატარა თეთრ ქვაზე იქ იყო შენი სახელი ამოკვეთილი. და ეს იქნება მაშინ, როდესაც სწორად დაიწყებ ცხოვრებას. ესე კი არა, ნუ რა კაია დღეს რომ მოვედი ახლა, მაგრამ მომდევნო კვირას არ ვიცი რა იქნება. რასაც ანგრევ, ისევ არა შენო. ამენ, გადადე თავი, რომ შენ უნდა გაყვე უფალს. დიდება მას. იცით ხო ეს ისტორია ძალიან მიყვარს ვიფასებო. ერთმა მეფემ შუა გზაზე დიდი ლოდი მიაგორებინა და დატოვა და თავისი ამალით იქვე უკან დამალული იყო და ვინც კი გაევლიდა გზას აბკოლებდა ხელს უშლიდა მგზავრებს და ზოგი აგინებდა როგორც დღეს აგინებენ მთავრობას, უნდათ არ უნდათ აგინებენ, არ იქ არ არის, მაინც აგინებენ. ზოგი იმას აგინებდა, ზოგი გზის დეპარტამენტს, ზოგი საპატრულოს. ამიტომ რომ არავის არ მოუვიდა აზრათო გადაეწია და ერთმა კაცმა გადააჩოჩა და განძი იპოვა იქ. ეს მე და მეფეც გამოვიდა თქვა ღირსი ხარ შენ ამ განძის შენთვის არის ეს. ამენ.
ნახე პრობლემა და გამოასწორე ის. ამენ, იმიტომ გინება არ შეცვლის ამას, თორე რა ყველაზე ადვილია გინება. ამენ, თუ შეგიძლია, შეცვალე სიტუაცია, დიდება უფალს. ამენ, თუ შეგიძლია, შეცვალე ეს ყველაფერი. კარგით, ნელ-ნელა უკვე ვამთავრებ ძვირფასებო. უფალი არის დიდი ურო, მისი სიტყვა უროა და დამსხვრევინე ყოველი ის გაქხოვებულობები, რომელიც არის შენს გონებაში. ამენ. შენ სულში და შენს კეთილსინდისიერებაში და წმენაში და ეს ასევე აუცილებლად დაამსხვრევს ქვებს შარდის ბუშტში, თირკმელში. იმიტომ უფალი მკურნალია. ამენ. კბილებზეც მოგაშორებს ქვებს. უფასოდ. ჰალელუია. ამენ. თუ ტკბილ სიტყვას იტყვი, ანგრევს ამ ქვებს კბილებზე ტკბილი სიტყვა და მწარე სიტყვა ქვებს აჩენს. ჰალელუია. ამენ. ნუ ეს გამოსავალი შეიძლება სადღაც იყოს კბილები თუ არ გაქვს. მაგრამ სხვაგან წავა ის ქვა. იერემია 23:29. განაცეცხლივით არაა ჩემი სიტყვა, ამბობს უფალი და უროსავით არ ანგრევს კლდეს, ყველაფერს დაანგრევს უფლის სიტყვას ვერფასო. ამიტომ ესე როგორც წინა მსახურებაზე ჩვენ თქვით, პავლე რო ამბობს, რომ ღმერთის მადლის სიტყვას გადაგცემთ. სიტყვას დაუბრუნდი და შემსრულებელი გახდი. ესე ყოველ დღე უნდა კითხულობდე მას და ლოცვა დაიწყე. მოდით პირველი ეს აგურები რო იყო ის ვაჩვენოთ დასაწყისში რო ვაჩვენეთ. ნახეთ, აგურის განლაგება როგორია ძვირფასებო. იცით, ერთმანეთი რო შეკრას, აი ამ სტილით არის დამაგრებული და წლების წინ უფალმა ესეთი გამოცხადება მომცა. ყოველი აგური უშუალოდ არის 6 დანარჩენ აგურთან კავშირში. პირდაპირ. ყველაზე ახლო მისი მეზობელი არის 6. ნახეთ? ესე შეიძლება ვნახოთ. თქვათ ეს ხარ შენ. მოდი ეს ავიღოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6. ესენი უკვე შორს არის მათგან. და მაშინ დამელაპარაკა წლების წინ ეს ღამის ლოცვა იყო თუ რა არ მახსოვს უფალი. რომ ნახეთ? ხედავთ? აი ეს თქვათ შენ ხარ და უშუალო კავშირში ხარ, ნახეთ, ამ ორთან, ქვემოთ ორთან და ზემოთ ორთან. ჩაწერე ნებისმიერი სახელი და ილოცე მისთვის. როცა გაგახსენდება, ვისთანაც უშუალო კავშირში ხარ. ამენ. ილოცე მისთვის, რომ გადარჩეს, რომ კურთხევა მიიღოს. ილოცე მისთვის, რომ არ ვიცი, ბედი ნახოს, თუ ისეთია, ვის დასაოჯახებელია. ამენ. ჰალელუია. ილოცე, რომ ხელი მოემართოს. აი როგორც გინდა ისე ილოცე და ესე დათესავა მას მოიმკი. შენთვისაც ვიღაც ილოცებს. ამენ ძვირფასო. გააკეთეს. აი ჩვეულებრივი თქვი რომ მოდი მე მაგალითად 1 თვით 9 წლის განმავლობაში ავიღებ ამ ხალხს და ვილოცებ მათთვის. შეგვიძლია ვინმე ვთქვათ შენი ძალიან საყვარელი ახლობელი ჩაწერო იქ რომ უფალს ეზიაროს ქრისტეში მოვიდეს. ამენ. იმ სახურებებზე ილოცე მისთვის, როცა გაგახსენდება, იმიტომ რომ ხარ უშუალო კავშირში. ამიტომ ძვირფასებო, მე მოგიწოდებ თქვენ რომ როგორც სულიერი ქვა დაშენდე ნამდვილ საძირკველზე და არა ესე ელოდო რომ აბა რა იქნება უკეთესი. ამენ. და ყველა სულიერმა მორწმუნემ თავმდაბალმა გამოსადეგმა ხავსის გარეშე სიწმინდეში მყოფმა თქვას ამენ დიდება ჩვენს უფალს უფასებო. მოდით